არსი ეს არის კაპიტულანტური პოლიტიკა, რომელიც ქართულმა ოცნებამ დაიწყო მაშინ, როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში განცხადებებით, როდესაც საკუთარ ქვეყანას თქვენი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ბატონ პატრონი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი საკუთარ სახელმწიფოს ადანაშაულებდა 2008 წლის ომში, ეს ყველას გვახსოვს და არაერთი თქვენი თანაგუნდელი მუდმივად ამას იმეორებს. ასე რომ თქვენი საგარეო პოლიტიკა არის კაპიტულანტური და რაც შეეხება კონფლიქტის სიცივეს და სიცხელეს. ბატონო დიმიტრი, ვისთვის არის ეს კონფლიქტი გაყინული? იმ 603 ადამიანისთვის, რომელიც გაიტაცეს ჩვენი ტერიტორიებიდან გასული წლის მანძილზე? ვისთვის არის გაყინული? გოგა ოთხზორიასთვის იყო ეს კონფლიქტი გაყინული? თქვენთვის თუ არის გაყინული, იმიტომ რომ კომფორტულად ზიხართ საკუთარ, ასე ვთქვათ, სავარძელში პარლამენტში, წადით და კითხეთ საზღვრისპირა გამყოფი ხაზის და ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ადამიანებს. როდესაც მაგალითად გაიტაცებენ და აი ხალხამ კიდე იყო ბოლო შემთხვევა, ხო, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ? პირველ რიგში ხელისუფლებას არ უნდა მოეშალა დღევანდელმა ხელისუფლებამ, მე მინდა რომ აქ მსმენელს ძალიან კარგად ესმოდეს, რომ ამათი პოლიტიკა, ქართული ოცნების პოლიტიკა არის რა, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც არის გამაღიზიანებელი რუსეთისთვის, უნდა, ასე ვთქვათ, მოიხსნას დღის წესრიგიდან, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ბატონი ივანიშვილის კიდევ ერთი დაკვეთა, რომ საქართველო არ უნდა იყოს განხეთქილების ვაშლი და საერთოდ საქართველოზე არავინ არ უნდა საუბრობდეს. რუსეთისთვის გამაღიზიანებელი არის ყველაფერი, რასაც სწორად ვაკეთებთ ჩვენი სახელმწიფოსთვის და ჩვენი ხალხისთვის, იმიტომ რომ რუსეთისთვის გამაღიზიანებელი არც ერთი კონკრეტული ხელისუფლება არ არის ამ ქვეყანაში და არც მეცაც ვიტყვი ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის. რუსეთისთვის გამაღიზიანებელია სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა ამ ქვეყანაში. აი კონკრეტული შეკითხვა მინდა დაგისვათ. იცით რომ ეს ასე იყო, როდესაც 2008 წლის ომი მოხდა, შემდეგ როდესაც დაიდო სარკოზი, მედვედევი